კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მონაცემებით 2025 წლის მეორე კვარტალში საქართველოში 7966 კონცენტრაცია დარეგისტრირდა, მათგან 7964 წინასწარი შეტყობინების ვალდებულების წარმოშობისათვის კანონით განსაზღვრულ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებდა, როგორც სააგენტო განმარტავს, დარჩენილი 12 შემთხვევიდან 7 კანონმდებლობით გათვალისწინებულ გამონაკლისს ექვემდებარებოდა და შესაბამისად ტრანზაქციაში მონაწილე პირებს შეტყობინების წარდგენის ვალდებულება არ ჰქონდათ, რაც შეეხება 5 შემთხვევას GCCA-ის შეფასებით სავარაუდოდ კონცენტრაციასთან დაკავშირებით შეტყობინების წარდგენის ვალდებულება არსებობდა, თუმცა მხარეებმა იგი არ შეასრულეს. ამ შემთხვევაზე სააგენტომ საქმის წარმოება დაიწყო. ამ თემას მიუძღვნით ეთერს რამდენიმე წუთს გიორგი ქედელიძე კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს სტრატეგიული ბაზრების მონიტორინგის უფროსი გვერდება საქმე დილას სტუდიაში. გიორგი, დილამშვიდობის, მადლობა გადაცემაში მომბრძანებისთვის. პირველ რიგში გითხავთ რა შემთხვევაში წარმოეშობათ კომპანიებს კონცენტრაციის დარეგისტრირების ვალდებულება, რა შემთხვევაში უნდა მომართონ კომპანიას და შემდეგ ვისაუბროთ საკითხზე საქმის წარმოება როგორ გაგრძელდება და რა პროცედურები ამ შემთხვევაში. დილამშვიდობის, მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში ეს საკითხი რომ გავშალოთ, უნდა განმარტოთ აუცილებლად რა არის კონცენტრაცია თავისი შინაარსიდან გამომდინარე, ვინაიდან პირველ რიგში ეს არის ის საკითხი, სადაც ხშირ შემთხვევაში კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს გარკვეულ დაბნეულობას, კანონის არასწორ ინტერპრეტაციასაც კი, რაც საბოლოო ჯამში იწვევს იმ შედეგებს, რა შედეგებით სააგენტომ გამოაქვეყნა ამ ბოლო პერიოდში. კონცენტრაცია არის, როდესაც ერთი კომპანია კონტროლს მოიპოვებს ნებისმიერი ფორმით მეორე კომპანიაზე. ეს შეიძლება მოხდეს მაგალითად წილის შეძენით, ან მთლიანად კომპანიის შეძენით, საწარმოს ან მისი აქტივის შეძენით, ან სხვა ნებისმიერი ფორმით. აქ გიგულისხმება, რომ მაგალითად სავსებით არ არის აუცილებელი, რომ რაღაც საჯარო რეესტრში დარეგისტრირდეს, როგორც ამ წილის მესაკუთრეთ, არამედ შეიძლება მარტივი ხელშეკრულება გაფორმდეს, რომელიც ხელშეკრულებაც კონტროლის მომპოვებელს, კონტროლის განხორციელების შესაძლებლობას აძლევს მეორე კომპანიას. თუმცა რა თქმა უნდა, ნებისმიერი ასეთი გარიგება არ ექვემდებარება ჩვენთან წინასწარ შეტყობინებას, ჩვენი მიზანი და კანონმდებლობის მიზანი არის უფრო მსხვილი კონცენტრაციების, მსხვილი ამგვარი ტრანზაქციების კონტროლი. რამაც შეიძლება ბაზარზე გამოიწვიოს გარკვეული ცვლილებები. დიახ, რა თქმა უნდა, და რა არის მსხვილი ტრანზაქცია, ესეც კანონით არის განმარტებული. ამგვარი ტრანზაქციის განხორციელების წინა ფინანსურ წელს თუ ორ კომპანიას ჩამურად აქვს სულ მცირე 20 მილიონი ლარის ბრუნვა, ერთობლივი შემოსავალი და კუმულატიური მეორე პირობა არის, რომ არც ერთი მათგანის კუმულატიური პირობა არის მეორე, რომ არც ერთი მათგანის ბრუნვა არ უნდა იყოს 5 მილიონ ლარზე ნაკლები. ანუ თუ ერთ-ერთი პირობა არ კმაყოფილდება, მაშინ მაინც არ გვაქვს შეტყობინების 18 მილიონი თუ აქვს 1-2 მილიონი, ამ შემთხვევაში არ აქვს. მაღალი ალბათობით არა, თუ 20 მილიონ ლარს არ გადაცდა, თუმცა თუ კონცენტრაცია თავისი შინაარსიდან გამომდინარე სახეზე არის და ბრუნვების კმაყოფილდება, მაღალი ალბათობით ჩვენთან შეტყობინების ვალდებულება წარმოიშობა, თუმცა არსებობს გარკვეული საგამონაკლისო პირობები, რომელიც ასევე უნდა შემოწმდეს. თქვენ ახსენეთ, რომ ხშირად კომპანიებში იწვევს გარკვეულ დაბნეულობას. რატომ ხდება ეს დაბნეულობა? ეს რამე ტიპის ინურგენცია არის თუ არა, ანუ გითხრათ კომპანია რომ უბრალოდ არ ვიცოდით, ნუ ესე არ გამოვა, ალბათ კანონის მიხედვით მაინც უნდა ემოქმედოთ, მაგრამ რატომ არ აქვთ ინფორმაცია კომპანიებს არის თუ არა ამ შემთხვევაში მოხმარების და სააგენტო პროაქტიული რომ კომპანიებს ჰქონდეთ ეს ინფორმაცია, იცოდნენ რა ტიპის გარიგებები, კონცენტრაციები უნდა დარეგისტრირდეს და მომართონ შესაბამისად სააგენტოს. რომ არ მოხდეს დაჯარიმება შემდეგ, რაც საკმაოდ მსხვილი ჯარიმა. კი ბატონო, ზოგადად კანონმდებლობა საკმაოდ ახალია და ძირეული ცვლილებები კონკურენციის კანონმდებლობაში ზუსტად ამ მიმართულებით განხორციელდა 2021 წლის ბოლოს. შესაბამისად ერთი საკითხი შეიძლება იყოს ეს, თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 4 წელი არის თითქმის გასული, არც ისე მცირე პერიოდი არის 4 წელი. ჩვენი მხრივ რასაც ვაკეთებს არის ის, რომ ყოველწლიურად საერთაშორისო კონფერენციები რაც ტარდება, ერთ-ერთი თემა აუცილებლად არის კონცენტრაციები, სადაც მოწვეული არის ყველა ის ბიზნესი, ვისაც აქვს ასე თქვა შესაძლებლობა და სურვილი რომ მიიღოს ამგვარ კონფერენციაში მონაწილეობა, ასევე აქტიურად მუშაობთ ბიზნეს ასოციაციებთან, აქტიურად მუშაობთ მათ შორის ტელევიზიიდან და თქვენი ეთერით ინფორმაციის მიწოდების მიმართულებით. ამას რა თქმა უნდა შედეგი აქვს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კომპანიის შემთხვევაში ეს უკვე ჩამოყალიბებული არის ტრადიციად, რომ რაღაც ტრანზაქციას, როდესაც გეგმავენ კონსულტაციას გადიან ჩვენთან, თუმცა რჩება მაინც ძირითადად უფრო მცირე კომპანიები, რომლებიც შეიძლება ინფორმაცია არ აქვთ ერთი მხრივ, შეიძლება მეორე მხრივ არის ის მომენტიც, რომ იმედოვნებენ, რომ ამგვარი კანონდარღვევის აღმოჩენა ვერ მოხდება ჩვენ მიერ. თუმცა
ის მონიტორინგის სისტემა, რაც ჩვენ სააგენტოში გვაქვს და ყოველკვარტალურად პრაქტიკულად საქართველოში განხორციელებულ ყველა ამგვარ ტრანზაქციას ვამოწმებთ, იმ მიზნით, რომ არ დაფიქსირდეს რაიმე ესეთი ტრანზაქცია, რაც ბაზარზე კონკურენტულ გარემოს გააუარესებს, ეს მონიტორინგი აუცილებლად იპოვის ნებისმიერ ამგვარ შემთხვევას და გვექნება აღმოჩენა ხდება ხო ნებისმიერ. აღმოჩენა ხდება, რა თქმა უნდა, ეს სისტემა ჩვენ დავუნერგეთ 2022 წლიდან შემოსავლების სამსახურთან და საჯარო რეესტრთან თანამშრომლობით, შესაბამისად ამ სისტემით ყოველი ახალი კვარტლის დასაწყისში წინა კვარტალს განხორციელებული თითეული ტრანზაქცია მოწმდება ქვეყანაში იმ კრიტერიუმების გათვალისწინებით, რაც ცოტა ხნის წინ ვახსენე. კი ბატონო, კონცენტრაციების რაოდენობიდან გამომდინარე, რომელიც ვახსენეთ, 7000-ზე მეტი ამ შემთხვევაში, რაიმე ტიპის ანალიტიკა შეიძლება გაკეთდეს თუ არა, ანუ აი რაოდენობა რას გვიჩვენებს ბაზარზე რა ხდება ამ ტიპის ანალიტიკა. ეს რაოდენობა გულისხმობს ზოგადად კომპანიებში ნებისმიერი წილის ცვლილებას. ანუ 7000 ჯერ რაღაც შეიცვალა კომპანიებში, რომლებიც არა, მეორე კვარტალი. ყოველ კვარტალური არის, დაახლოებით 7-დან 10000-მდე მერყეობს. როგორც წესი არის ხოლმე ტენდენცია, რომ ბოლო კვარტალში წლის დასასრულს არის უფრო მატება ამ ციფრის და გვაქვს უფრო მეტი ციფრი, თუმცა ცალკე ახებული ეს ციფრი ჩვენთვის დიდი არაფრის მთქმელი არ არის. მთავარია იქიდან რამდენი იყო კონცენტრაცია, რამდენი იყო მსხვილი კონცენტრაცია და რამდენმა მიიპყრო კანონმდებლობის გათვალისწინებული, ასე ვთქვათ, ჩანაწერიდან გამომდინარე ჩვენი ყურადღება. რაც შეეხება იმ ხუთ საქმეს, რომელზეც საქმის წარმოება დაიწყო, რა პროცესია საქმის წარმოება, რა დრო სჭირდება დაახლოებით და რა აქვს ასე ვთქვათ ბოლო. ამ შემთხვევაში კომპანიებისთვის რა შედეგი შეიძლება დადგეს, ვინც არ მომართა სააგენტოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. ის ხუთი წარმოება, რაც დაიწყო პირველ რიგში, არ ნიშნავს იმას, რომ იქ კანონი აუცილებლად დაირღვა. სწორედ ამის შეფასება მიმდინარეობს თუ რამდენად კმაყოფილდებოდა ჩვენთან მომართვის წინასწარი კრიტერიუმები. დაახლოებით ერთთვიანი ვადა არის საჭირო, რომ სააგენტომ შეისწავლოს კონცენტრაციის შინაარსი, რამდენად კმაყოფილდებოდა, რამდენად კმაყოფილდებოდა ბრუნვები და ხომ არ არსებობდა საგამონაკლისო პირობები. როგორც წესი, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ხუთი შემთხვევა სავარაუდოდ იყო კანონის დარღვევა, ეს ნიშნავს იმას, რომ შინაარსი კმაყოფილდებოდა და წილის მოცულობა ან კონტროლის მოპოვების ნაბიჯები იყო იმგვარი, რომ კონცენტრაციის შინაარსიც დაკმაყოფილდა და ბრუნვებსაც, ასე ვთქვათ, ბრუნვების საკმაყოფილებული იყო, თუმცა შესაძლებელია ნებისმიერ შემთხვევაში არსებობდეს საგამონაკლისო პირობები, რაც კომპანიებს წინასწარვე ათავისუფლებდა ჩვენთან მომართვის ვალდებულებისგან. ასეთი მაგალითად არის ის, რომ თუ კონტროლის მომპოვებელი ამ ტრანზაქციის განხორციელებამდეც აკონტროლებდა იმ კომპანიას, რომელზეც მოიპოვა კონტროლი, ნიშნავს იმას, რომ ამგვარი ტრანზაქციით დიდი არაფერი არ შეცვლილა ბაზარზე და ექცევა საგამონაკლისო პირობებში. ძირითადად ამგვარი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, რაც ახლა ხუთ შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს, ამგვარი საგამონაკლისო პირობების შესწავლა მიმდინარეობს და რა თქმა უნდა კომუნიკაცია მხარესთან, რომელსაც ჰქონდა ჩვენთან წარმოდგენის ვალდებულება და ეს არის ყველა შემთხვევაში მყიდველი ან კონტროლის მომპოვებელი პირი და მათგან ველოდებით ინფორმაციას, რამდენად არსებობდა საგამონაკლისო პირობები. თუ არსებობდა, რა თქმა უნდა, საქმე დაიხურება და არანაირი დარღვევას არ ექნება ადგილი, თუმცა თუ დარღვევა დაფიქსირდება, ამ შემთხვევაში კანონმდებლობა არის საკმაოდ მკაცრი და გათვალისწინებული არის სანქცია, რომელიც შეადგენს წინა ფინანსური წლის ერთობლივი შემოსავლის 5%-მდე მაჩვენებელს. ჩვენ გამომდინარე იქიდან, რომ კანონი ასე ვთქვათ, სულ რაღაც რამდენიმე წლის არის და რიგ შემთხვევებში უფრო სწორად ძირითად შემთხვევებში ამგვარი შეუტყობინებლობა მაინც გაუფრთხილებლობით არის გამოწვეული და ასე ვთქვათ, ჩვენ ვხედავთ რაღაც წინასწარ განზრახვას, რომ განზრახა აერიდებინათ თავი ჩვენი კანონმდებლობისთვის, არ ვიყენებთ ჯარიმებს სრული სიმკაცრით, თუმცა 5% არასდროს არ გამოგვიყენებია ამ მიმართულებით, თუმცა თუ რა თქმა უნდა იქნება განმეორებით ჩადენილი ქმედებას, რაც იქნება დაუნძიებელი გარემოება, იქნება უფრო ასე ვთქვათ, მკაცრი სანქცია გამოყენებული ამ მიმართულებით. თავარი საკითხი არის ის, რომ მას შემდეგ რაც ჩვენ აღმოვაჩენთ ამგვარ კონცენტრაციას და გავივლით, ასე ვთქვათ, ამ შეუტყობინებლობის და სანქციის ეტაპებს, კომპანიებს მაინც მოუწევთ იმ ეტაპების გავლა, რასაც გაივლიდნენ წინასწარო მეცნობებინათ ჩვენთვის. ასე ვთქვათ, რაიმე უპირატეს მდგომარეობაში კითხა, რომ თუ კომპანია გადაწყვეტს, თან კომპანიები გადაწყვეტენ, რომ მიზანმიმართულად არ მიმართონ სააგენტოს, შესაბამისად, აქ არ არის 5000 ლარიან გადასახადით საუბარი, უბრალოდ მიზანმიმართულად არ მიმართონ სააგენტოს, გადაწყვეტენ, რომ თქვა ჯარიმა გადაიხადონ. ამ შემთხვევაში რა ხდება? ის მაინც სწავლობს სააგენტო მათ კონცენტრაციის საქმეს, არ მიმართავენ, იმიტომ რომ შეიძლება არ დააკმაყოფილოს სააგენტომ და არ სურდეთ, ასე ვთქვათ, რაღაც კონკრეტული ჩარევა.
ზოგადად კომპანიების მხრიდან არ შეიძლება არსებობდეს გონიურული საფუძველი, რომ სააგენტოს არ მიმართონ, თუმცა რა თქმა უნდა იციან ამგვარი ვალდებულების შესახებ. გამომდინარე იქიდან, რომ სააგენტოს უპირველესი მიზანი არის შემოიფარგლებით თუ მაინც მიდის საქმეს. მაინც ასე ვთქვათ, გრძელდება შემდეგი პროცესი. სააგენტო ყოველ ამგვარ ტრანზაქციას აფასებს ისე, როგორც ის შეაფასებდა წინასწარ რომ მოემართათ მხარეებში. სამომისად, თუ ეს ტრანზაქცია დასაწყისშივე დაუშვებელი იყო ბაზარზე და შეუთავსებელი იყო კონკურენტულ გარემოსთან, სააგენტო ამაზე მაინც იმსჯელებს და უკვე განხორციელებულ ტრანზაქციას სააგენტო შეუძლია სასამართლოს მეშვეობით პირვანდელი მდგომარეობა აღადგინოს. სამომისად, არ არსებობს ლოგიკა და არ არსებობს ის საფუძველი, რაც შეიძლება კომპანიამ ივარაუდოს და გადადგეს ნაბიჯი იქეთკენ, რომ სააგენტოს წინასწარ არ შეატყობინოს ამგვარი ტრანზაქციის შესახებ. სტატისტიკურად რამდენია ჯარიმის შემთხვევები, გასაგებად 5%-მდე არ გამოიყენებთ, მაგრამ იქნებოდა ეს გარკვეული, თქვათ, ყოველ კვარტალურად დაახლოებით 5 საქმის წარმოება დაიწყო, აქედან რამდენი შემთხვევაში შეიძლება დადგეს საჯარიმო სანქცია. 5 საქმისთან დაკავშირებით მე ნამდვილად ვერ გეტყვით, შეიძლება 5-ში დადასტურდეს. თუმცა მაგალითად 2025 წელს თუ გადავხედავთ, სულ ჰქონდა 14 შეუტყობინებლობის წარმოება და აქედან 6 შემთხვევაში დადასტურდა კონკურენციის, 7 შემთხვევაში დადასტურდა კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევა და კომპანიებს დაეკისრა ჯარიმა. წინა წლის სტატისტიკა რო ვთქვათ, მაგალითად, ჯარიმის საერთო მოცულობამ დაახლოებით 265,000 ლარი შეადგინა. ჩვენ მაინც მეტნაკლებად სიმბოლურ ჯარიმებს ვიყენებთ ამ მიმართულებით, რადგან ჩვენი მიზანი არის ამ შემთხვევაში, რომ ინფორმაცია კარგად იყოს კომპანიამდე მიწოდებული და რაც მთავარია, ინფორმაცია სწორად გავრცელდეს ბიზნეს სექტორში. მიზანი არის ის, რომ კომპანიებს ჰქონდეს სათანადო ინფორმაცია და საბოლოო ჯამში შეუტყობინებლობები საერთოდ აღარ ჰქონდეს ბაზარზე და არა ის, რომ რომელიმე კომპანია დავსაჯოთ. თუმცა სააგენტო კანონმდებლობით გათვალისწინებული ჩანაწერიდან გამომდინარე ასრულებს თავის ფუნქცია-მოვალეობებს, განიხილავს ყველა ამგვარი კონცენტრაციის ბაზართან თავსებადობას და მთავარი მესიჯი არის ის, რომ არც ერთი იმგვარი კონცენტრაცია, რაც გვერდისავლით განხორციელდება, არ დარჩება სააგენტოს ყურადღების მიღმა. კი ბატონო, 2025 წელს მიღმა, თქვათ, იმ საქმისა, რომელიც ამ მიმართულებით გაქვს, რა გეგმები აქვს სააგენტოს, თუნდაც კადრების განვითარების, გადამზადების და სხვა მიმართულებებით რა შედეგებზე უნდა გახვიდეთ 2025 წლის ბოლოს, იმიტომ რომ ახსენეთ, რომ კანონმდებლობაც ახალია, საქმიანობაც ახალია, გასაგებია რომ კომპანიებსაც შეიძლება რაც ბევრს ინფორმაციაც არ კონდეს და მიმართულებით მუშაობს, მაგრამ ასევე სააგენტო ახალი, მაშინ დასაქმებული კადრები, რომლებსაც გადამზადების ნაწილშივე მუდმივად ჭირდებათ განვითარება და ესეც პრიორიტეტული უნდა იყოს თქვენთვის, იმიტომ რომ რაც უფრო გაიზრდება, ასე ვთქვათ, საქმეები, მით უფრო გაგეზრდებათ კადრების საჭიროება. ამ შემთხვევაში ამ მიმართულებით რა გეგმები გაქვთ 2025-ში? კადრები, რა თქმა უნდა, არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი და რიგ შემთხვევაში გამოწვევაც კი. სააგენტო დაფუძნდა 2014 წლის ბოლოს, თუმცა ძირეული ცვლილებები, რამაც სააგენტო უფრო მეტად ეფექტიანი გახადა და კანონმდებლობის აღსრულება გახადა შესაძლებელი, სრულყოფილად განხორციელდა 2021 წლის ბოლოს ევროკავშირის პროექტის დახმარებით. კადრების მიმართულებით ჩვენ სააგენტოში გვაქვს სასწავლო კვლევითი ცენტრი, რომელიც პრაქტიკულად უწყვეტ რეჟიმში მუშაობს იმაზე, რომ სააგენტოს ხავდეს კვალიფიციური კადრები, ასევე მოიძიოს ახალი კადრები, მოხდეს არსებული კადრების გადამზადება. მე სავსებით შემიძლია ვთქვა, რომ სააგენტო დაკომპლექტებულია პროფესიონალი კადრებით ამ ეტაპზე და ამ კადრებს შეუძლიათ პრაქტიკულად ნებისმიერ გამოწვევაზე და ნებისმიერ საქმეზე მუშაობა. რა თქმა უნდა, გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები, იგივე ბაზრის მონიტორინგები, საქმის მოკვლევები, სხვადასხვა მიმართულებას ფარავს, ხო, ასევე სააგენტო იგივე მომხმარებელთა უფლებების დაცვა, კონკურენციის მიმართულება, ანტიდემპინგის მიმართულება. სამომისად, კონკურენციის სააგენტო ეს არის მხოლოდ კონკურენცია, ძალიან ბევრი მიმართულებით მუშაობთ, თუმცა მთავარი მიზანი და მთავარი, ასე ვთქვათ, შედეგი რისი მიღწევა ჩვენ გვინდა ის, რომ ერთი მხრივ მომხმარებლის უფლებები იყოს დაცული სათანადოდ ქვეყანაში და მეორე მხრივ ბაზარზე, ნებისმიერ ბაზარზე იყოს უზრუნველყოფილი ადეკვატური კონკურენტული გარემო, ყველა კომპანიას ჰქონდეს თანაბარი თამაშის წესები, ბაზარი ვითარდებოდეს და რა თქმა უნდა არ ჰქონდეს რაღაც ხელოვნური ინტერვენციები ბაზარზე, გარიგებები, კარტელური შეთანხმებები, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება. საბოლოო ჯამში ეს ემსახურება იმას, რომ მომხმარებელი იყოს დაცული ამ ქვეყანაში და ბაზარზე იყოს თანაბარი შესაძლებლობა, როგორც სხვილი ბიზნესისთვის, ასევე მცირე ბიზნესისთვის. ბიზნესი იყოს დაცული ამ შემთხვევაში. ბაზრის მონიტორინგის ნაწილში რამდენი მიმართულებით მიდის დღეს ახლა მონიტორინგი? საწვავის მე მგონი
თუ ისევ მიმდინარეა საწვავის ბაზრის მონიტორინგი? ჩვენ გვაქვს განსაზღვრული სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბაზრები, რომელ ბაზრებზე ჩვენ მონიტორინგს არ ვწყვეტ, ამ ბაზრებზე მიმდინარეობს უწყვეტად ეს მონიტორინგი. საწვავი არის ერთ-ერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბაზარი და ჩვენ ყოველ კვარტალურად ვაქვეყნებთ ბაზრის მონიტორინგის ანგარიშებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია გამომდინარე იქიდან, რომ 2 წლის წინ ჩვენ ამ ბაზარზე ვიპოვეთ კარტელური შეთანხმება და კომპანიები დავაჯარიმეთ. ამგვარი შეთანხმების და ზუსტად ამ შეთანხმების აქვს ასე ვთქვათ პროცესი არ დასრულებულა ხო სასამართლოში? სასამართლოში მიმდინარე არის ეს საქმე, თუმცა მთავარი საკითხი ის არის, რომ ამგვარი კარტელური შეთანხმების აღმოჩენის შესაძლებლობა სწორედ ბაზრის მონიტორინგმა მოგცა ჩვენ გამომდინარე იქიდან, რომ მოკლევა უშუალოდ ბაზრის მოკლევა რაც ადასტურებს ასე ვთქვათ კარტელური არიგებას კომპანიებს შორის ვერ გაგრძელდება უწყვეტად, სამაგეროთ მონიტორინგი შეიძლება გაგრძელდეს. ამ შემთხვევაში ჩვენ უყურებთ მაგალითად საცალო ფასებს, ფასემოქმედ ფაქტორებს, იგივე საერთაშორისო ბაზარზე განვითარებულ მოვლენებს, თუ რაიმე არასაბაზრო ქმედებები, ასე ვთქვათ, შეინიშნა ბაზარზე ჩვენ პირველ რიგში კომუნიკაცია გვაქვს კომპანიებთან, თუ ეს ქმედებები ვერ აიხსნა საბაზრო პრინციპებით, ამ შემთხვევაში ვერთვებით უკვე მოკლევის დაწყების მიმართულებით, რაც მოხდა 2022 წელთან დაკავშირებით და ბაზარზე მოქმედი 5 კომპანია დაჯარიმდა კიდევ. იმის მერე მოკლევა არ ყოფილა, ხო? მოკლევა არ ყოფილა, თუმცა როგორც კი მოკლევა დასრულდა, მეორე დღიდან დავიწყეთ მონიტორინგი, მათ შორის წელს უკვე 2 შუალედური ანგარიში გამოვაქვეყნეთ. რამე შეცვალა ბაზარზე თქვენი დაკვირვებით ან მონიტორინგმა, ან იმ მოკლევამ? მოკლევის შედეგებს კომპანიები რა თქმა უნდა არ ეთანხმებიან და სწორედ აქედან გამომდინარე არის საქმე სასამართლოში, თუმცა მონიტორინგის მიზანი არის ამ შემთხვევაში 2. ერთი ის რომ ამგვარი დაკვირვება გქონდეს და მეორე ის რომ ბაზარზე ამგვარ განგზობად დაკვირვებას გქონდეს პრევენციული ეფექტი. ჩვენი დაკვირვებით, ასე ვთქვათ, ჩვენ გარკვეულ კორელაციას და კავშირს ვხედავთ ჩვენ ანგარიშებს და ანგარიშში დასმულ პრობლემურ საკითხებსა და შემდგომში უკვე ბაზარზე განვითარებულ მოვლენებს შორის. აქედან გამომდინარე, ჩვენი შეფასებით ამ მონიტორინგს რა თქმა უნდა მნიშვნელობა აქვს როგორც პრევენციის, ისე საეჭვო ქმედებების აღმოჩენის მიმართულებით. მადლობა გიორგი, სტუმრობისთვის. წარმატებას გისურვებ. გიორგი ქედელიძე, კონკურენციისა და მოხმარების დაცვის სააგენტოს სტრატეგიული ბაზრების მონიტორინგის უფროსი იყო საქმე დილას სტუდიაში.